გამარჯობა, ჩემოძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის რა გელით ერთი თვის განმავლობაში. შეგახსენებთ პირად ტარო კონსულტაციაზე ფასდაკლება გრძელდება 11 აგვისტომდე. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, ვინ ხართ თქვენ. რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თქვენ. ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შეიძლება ამ მომენტში რაღაც მყარი სტრუქტურა არ გაქვთ, რაღაც ჩამოყალიბებული, რადგან თქვენ ფიქრობთ, რომ აი საქმე გაქვთ, ან ბოლომდე მისაყვანი, ან დასამთავრებელი, ან რაღაც დიდი გეგმები გაქვთ დასახული და ჯერ ვთქვათ, ბოლომდე არ მიგიღწევიათ სასურველს, თუმცა მაინც ადამიანი ხართ, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია, ადამიანი ხართ, რომელიც დაფასებული ხართ ხალხში, თქვენ კარგ შთაბეჭდილებას ქმნით, თქვენი ვიზუალით, თქვენი მანერებით, თქვენი წარმომავლობით და ზოგადად როგორ ურთიერთობთ საზოგადოებაში, თქვენ პატივს გცემენ. აი დაახლოებით ასეთი არის ძვირფასებო სიგნიფიკატორი, თუ გეცნობათ, თუ ემთხვევა თქვენს, ასე ვთქვათ, აღწერილობას, განაგრძეთ ნახვა. რა გელით მთავარი ტენდენციები თქვენი უახლოეს ერთ თვეში? პირდაპირ მზე ამოვიდა ძვირფასებო. შესაძლებელია უკვე რომ დავასრულოთ გაშლა, რადგანაც უმაღლესი არკანი მზე ამოგივიდათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავარი ფონი უახლოეს ერთი თვე თქვენ ცხოვრებაში იქნება შესანიშნავი, თქვენ იქნებით ძალიან კარგ განწყობაზე, გამოგივათ ყველაფერი, განსაკუთრებით რაც უკავშირდება გზას და ბავშვებს და ამისგან თქვენ იქნებით კმაყოფილი და ნასიამოვნები. ნარცისულად შეიძლება ითქვას, თქვენ იქნებით გახარებული და კმაყოფილი საკუთარი თავისაგან. კიდევ რა გელით მთავარი ტენდენციები? ხავით ძვირფასებო. ესე იგი, რაღაც საკითხი არის, რაზეც თქვენ ფიქრობთ, შეიძლება ითქვას, ხართ ჩაციკლული ამ საკითხზე. შესაძლებელია უკავშირდება ფინანსებს, თუმცა დროთა განმავლობაში დაალაგდება სიტუაცია, ანუ თქვენ გამოხვალთ კომფორტის ზონიდან ისეთ დროს, როდესაც თქვენ არელით, თან მოულოდნელად. შემდეგ აქ არის ის, რომ თქვენ გაჩერებთ შიში, რაღაც ბარიერს აღმართავთ თქვენ თვითონ, თქვენი ფიქრებით. თუმცა ეს შიში ჩამოგეხსნებათ ძვირფასებო. და მიაღწევთ იმას, რომ რაც არ უნდა დავუშვათ იმედგაცრუების მოლოდინი გქონდეთ თქვენ, ქვეცნობიერად, რომ აი ფიქრობთ, რომ აი მაინც არაფერი არ გამოვა თითქოს ამისი მოლოდინი გაქვთ. თქვენი მოლოდინი არ გამართლდება. პირიქით, ყველაფერი გამოდის და შესანიშნავად შეიძლება ითქვას, ყველაფერი გამოდის ძალიან კარგად. ანუ ეს არის 10 თასი და აჟები ბნაირედლო მერკური ჩემსაც მოქმედებს ძვირფასებო, თასების პაჟი და 10-იანი თასი.
რაც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი შიშები რაღაც რო გაწუხებთ, აი სტრესული მდგომარეობა და მოლოდინები, როდესაც ფიქრობთ, რომ ისე არ მიდის საქმე, როგორც თქვენ გსურთ და შესაძლებელია ამან არ მოგიტანოთ სარგებელი, ეს არ გამართლდება ძვირფასებო. კიდევ რა გელით უახლოეს ერთ თვეში? აქ როგორი სიყვარულია ძვირფასებო, როგორი ვნება. ესე იგი, აქ არის რამოდენიმე ადამიანი, ვინც თქვენ გეტრფით. აქედან ერთ-ერთი აი ძალიან დამოკიდებულია თქვენზე, შეიძლება ითქვას. ეს ადამიანი აი იწვის ნებით რაღაც ძალიან ისეთი მდგომარეობა აქვს. თუმცა თქვენ ირჩევთ იმას, ვინც თქვენს გულთან არის ახლოს. ეს არის ადამიანი თქვენი მსგავსი ენერგიებით. თუმცა მეფე არ არის ეს. ანუ მეფე ნიშნავს თქვენზე დიდ დაუშვათ ასაკით. შესაძლებელია არ არის თქვენზე დიდი ასაკით, ან უბრალოდ ძალიან ახალგაზრდულ, ცოტა ინფანტილურ ენერგიებშია ეს ადამიანი. თქვენ მას ელოდებით და ამ ადამიანის გარდა ვისაც თქვენ ელოდებით, კიდევ გამოჩნდება სხვები, რომლებიც ეცდებიან თქვენს მოპოვებას. და ნუ მამაკაცების შემთხვევაში თქვენ ცხოვრებაში არსებობს ქალბატონი, რომლისთვისაც თქვენ შეიძლება ითქვას ყველაფერს აკეთებთ. ეჭვიანობთ მასზე და ფიქრობთ, რომ არსებობს შესაძლებელია სხვებიც, ვისაც მოსწონს ეს თქვენი საყვარელი ადამიანი. კარგით, კიდე რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. თქვენ მიაღწევთ გამარჯვებას ძვირფასებო, რა სქესის წარმომადგენელიც მიყურებთ, სულ ერთია. თქვენ იქნებით გამარჯვებული რაღაც საკითხში, ანუ რაც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, ამ ერთი თვის ეტაპზე. დაუშვათ გსურთ რაიმეს შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ რეტრო მერკურია, მაინც შეიძენთ თქვენ აქ ასე ჩანს. დაუშვათ სიყვარულში გსურთ, რაღაც წარმატების მიღწევა მიაღწევთ, მოგზაურობა გსურთ, იმოგზაურებთ და ასე შემდეგ. აქ არის გამარჯვება თქვენი, თან უსწრაფესად. სიყვარული ძვირფასებო, ნახეთ, ძალიან კმაყოფილი იქნებით უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. თქვენთან ასევე ფინანსები მოდის ეს უახლოესი ერთი თვე. ძალიან დიდი ფინანსებია ძვირფასებო. ესე იგი, კარგი შემოსავალი გექნებათ აგვისტოს თვეში. ნუ ცოტა წარმოუდგენელია ალბათ, იმიტომ რომ აგვისტოში უმრავლესობა თქვენგანი ისვენებს. თუმცა არის აქ ფინანსები. დიდი დოზით ან დიდი რაოდენობით გილოცავთ ძვირფასებო, ძალიან მიხარია. შესაძლებელია, ეს თვე ცოტა გადატვირთულია ენერგიის კუთხით, იღლებით, რაღაც მოქმედებებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გააჩერებთ მოქმედებებს. პირიქით, უფრო მოქმედებთ, რაც უფრო იღლებით, მეტად უფრო შემოგდით ფინანსები და მეტად უფრო, ასე ვთქვათ, სტიმული გეძლევათ. კიდევ რა გელეთ უახლოესი ერთი თვე, როგორი ქალბატონია. ესე იგი, ქალბატონების შემთხვევაში თქვენი ხიბლის წინაშე ყველა უძლურია. უახლოესი ერთი თვე. თქვენ ისეთი მომაჯოდებელი სილამაზე გაქვთ, რომ ყველას ხიბლავთ ირგვლივ. ეს იმის ნიშანია ასევე ძვირფასებო, რომ აქტიურდებით თქვენ და ამის ხარჯზე აღწევთ წარმატებას. და მამაკაცების შემთხვევაში ძალიან ცეცხლოვანი ქალბატონი არის თქვენს ცხოვრებაში. აქ არის ჭეშმარიტი სიყვარული. ასევე თქვენ შეიყვარებთ თქვენ საკუთარ თავს ძვირფასებო. როგორი ვნება და როგორი რაღაც ცეცხლოვანი ენერგიები წამოვიდა. მოდი ამაზე დავამთავროთ.
გისურვებთ წარმატება.